საჩეხება იმ კანონს, რომელიც ჩვენ 2 წლის წინ მივიღეთ. ეს კანონი შედგებოდა ორი მნიშვნელოვანი საკითხისგან. ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვა და არასრულოვანთა დაცვა. და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არის ვალდებული, რომ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი, ვინაიდან სახელმწიფო იწყება ოჯახისგან და დაიცვას არასრულწლოვანები, ვინაიდან ბავშვები ჩვენი ცხოვრების თავარი მოქმედი პირები არიან. და როდესაც ჩვენ მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ რა არის ეროვნული ღირებულებები. როდესაც აქციების დროს ზოგიერთი ძალოვანი პირდაპირ იქ ქალებს რეებს უწოდებდა გვახსოვს და საკუთარი სასქესო ორგანოსკენ მიუთითებდნენ. ეს თუ არის თქვენთვის ეროვნული ღირებულება და აუცილებლად დასჯადი ქმედება. არის თუ არა ეროვნული ღირებულება ტროტუარზე მდგომი ახალგაზრდების რამდენიმე ხნით ციხეში გაშვება. ესეც ყოილი და პოპულიზმი. არის თუ არა ეროვნული ღირებულება, როდესაც სუსის ფაილებით ყველაზე მძიმე დარტყმა, ვისაც მიადგა, ეს იყო პატრიარქი, მისი მორალური მხარე და შესაძლოა ის ძალიან მძიმე დაესახა მის ფიზიკურ მდგომარეობაში. და როდესაც სახელმწიფო ჯგუფები ახალგაზრდებს ქუჩაში ესხმოდნენ თავს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ეს არის თუ არა თქვენთვის ქრისტიანული ღირებულებები? თემაზე არ საუბრობს. მოზარდების თემა ეს დანაშაულია და ყველა უნდა დაისაჯოს. ჯერ ერთი საკითხიც კი არისო, რომელიც შესაძლებელია რაიმე შემხებლობაში მაინც ყოფილიყო დღევანდელი დებატების საკითხად. და არისო ეროვნული ღირებულებების თემაზე? უკაცრავად. მოდი გავაგრძელოთ. აბსოლუტური უმრავლესობა თითოეული საკითხი, რაც ბატონმა არჩილ გამზარდია მისაუბრა, ეს იყო ჩვეულებრივი ან სიცრუე, ან დემაგოგია, ან უბრალოდ კიდევ უფრო მეტად რო გადავიდეთ დეზინფორმაციის გავრცელება. ჩვენ ხავ საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე და მათ შორის არის ეს საკითხები LGBT-ს და ასე შემდგომ. მე მინდა ვთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებზე, რომელზედაც თქვათ, ხშირად სწორებას ვაკეთებთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მაგალითს ვიღებ მხოლოდ ჰომოსექსუალური ურთიერთობა დასჯადი იყო ამერიკაში ყველა შტატში დაწყებული ჯარიმიდან დამთავრებული 20 წლამდე ციხით. საბოლოოდ ეს გაუქმდა 2003 წელს. გაერთიანებულ სამეფოში, ანუ ბრიტანეთში, ასევე 2001 წელს გაუქმდა საბოლოოდ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალან ტიურინგი იყო ესეთი უდიდესი მათემატიკოსი, რომელსაც ფაქტობრივად უდიდესი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. ის ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამო, ესე იგი, მას შესთავაზეს სასამართლომ ან 2 წელი ციხე, ან კასტრაცია, ქიმიური კასტრაცია, მან ეს უკანასკნელი აერჩია და როგორც ამბობენ, მერე გარდაიცვალა. სავარაუდოდ თავი მოიკლა. ანუ მე ისე თქმა მინდა, რომ დასავლეთი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება ამ ხალხის ასეთნაირად დასჯა. ის არის ჩვენი, რა ვიცი, მეზობელია, ნათესავია, მეგობარია და ასე შემდეგ. ტრანსგენდერებზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი, მილიონში ერთი იყო შემთხვევა, რომ ეს ადამიანი არის მამაკაცის სხეულში და გრობს, რომ ქალია და იტანჯება და კი ბატონო. ვინაიდან თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ მაინც ევროპისკენ მაინც მივდივართ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ იქ არ მოგწონს და ეს ჩემი აზრით ეს კანონი, ჩემი აზრით კი არა, ესეთი აზრია, რომ ეს გარკვეული აზრით ეწინააღმდეგება ჰარმონიზაციის პროცესს და თუ გაუქმებას მე არ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ საჭიროა მისი გადახედვა. აი კანონი გზდალავს აი ამას. როდესაც ქალად ჩაცმული მამაკაცი, ეგრეთ წოდებული დრაგ-კვინი, შედის საბავშვო ბაღში 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში. აი ეს არის აკრძალული ჩვენი კანონით. და ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეს არის პროპაგანდა, რომელიც არ შეიძლება რომ ბაღში, არ შეიძლება სკოლაში მოხდეს. მეორე უკიდურესობაში გადავიდა ეს დასავლეთი. როდესაც ახლა თქვენ რას თქვით, რომ შეიძლება ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს, რომ შეიცვალოს ეს ნამდვილად გადახრაა და ეს მარტო მე კი არ ვამბობ ამას და თქვენ კი არ ამბობთ ამას. ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ საღაზრს. მეორე, რამდენი მსგავსი შეხვედრა იცით, რომ ჩატარდა ბაღში ჩვენთან რის ფოტოების წარმოადგინა არჩილმა. და კიდევ ერთი შეკითხვა აქვს, რამდენი ოპერაცია გაკეთდა საქართველოში სქესის გადაკეთებაზე? ერთი. ამიტომ თუ ჩვენთან არც ერთი მსგავსი შეხვედრა არ იცით, რომ ჩატარებულა. თუ იცით, რომ საქართველოში არც ერთი ოპერაცია მსგავსი არ გაკეთებულა, რამდენი ქორწინება ქონდა ჩვენ LGBT თემის საქართველოში? ანუ თქვენ რას გვეუბნებით, რომ ანუ რაც არ არსებობს ამ ქვეყანაში, 40% მერე უნდა გადავდგა ზომები. ანუ
როდესაც აზრი აღარ ექნება. არა, ბატონო რატი არ მაშინ უნდა გადავდგათ გარკვეული ზომები, მაგას გამოვით თუ პრევენცია უნდა მოახდინოთ არ არის, რაც გამოწვევას არ წარმოადგენს. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე ამ ქვეყანაში, რატომ უნდა მივიღოთ კანონი იმის შესახებ, რისი თემაც არ არსებობს? გასაგებია, დასვით კითხვაში მოვისმინოთ პასუხი. არჩილ, თუ დაასრულეთ პასუხი. ვცდილობ რომ ქრისტიანული იყო და ვინდა რომ ჩემი შვილებიც ქრისტიანები იყვნენ. გასაგებია ეს ყველაფერი და ქრისტიანული ის ვიცით რა არის, ერთი მეუღლე და ოჯახი ან საერთოდ უარის თქვა ოჯახზე და წასვლა მესმის ეს. მაგრამ ჩვენ რახას საზოგადოება არის, ხო? და უნდა ვიცხოვროთ ერთად. ეს ნიშნავს, რომ ზოგი სხვანაირად აზროვნებს და სხვანაირად ფიქრობს, ხო? ზოგს არ მიაჩნია მაგალითად, რომ ეს LGBT, თქვენ ახლა დრაკვინები რომ მოგაქვთ აქ და საბავშვო ბაღში რა უნდა შეიტანოთ, რა თუნდა მაგას ლაპარაკი. დაწერეთ კანონში, რომ არ შეიძლება, ხო დაწერილია კანონი, ვინმე რამეს მე გეუბნებით რამეს, რომ კანონში არ უნდა ეწეროს, რომ სკოლაში და საბავშვო ბაღში ეს თემა არ უნდა იყოს, კი? კარგია. მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. მე თვითონ ქრისტიანი ვარ, მაგრამ ის ვინც არ არის ქრისტიანი, თქვა, ვიღაცა არის LGBT-ს წარმომადგენელი. ყველა არ გამოდის მიტინგზე და ისა. ჩვეულებრივად ცხოვრობს ადამიანი, ხო? და იმასთან მე რომ მივიდე, ის შეიძლება იმან მითხრას, რომ იცი რა გენაცვალე, მე საერთოდ არ ვარ ქრისტიანი. და მე მიმაჩნია ეს ნორმად, ხო? მე მინდა რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხალხო, გაიგეთ. და იმის უნდა ვცეთ იმის უფლებებს პატივია. ოჯახის ერთ-ერთი ფუნდამენტი ჩვენთვის არის მეხუთე მცნება, სადაც წერია რომ პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა. მაშინ, როდესაც LGBT პროპაგანდა გეუბნება, რომ მამა და დედა ეს არის უხერხული ტერმინები, რომლის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ და უნდა ვიხმაროთ მშობელი ერთი და მშობელი ორი. ამიტომ ჩვენ ჯერ ამ კითხვას უნდა გავსეთ პასუხი ჩემი აზრით. რა მიგვაჩნია უფრო სწორად რომ ვიხმაროთ ეს მცნებები, რაც არის მამა და დედა, თუ უნდა ვთქვათ მშობელი ერთი და მშობელი ორი. ეს არ არის რაიმე ჰიპოთეტური საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს და მომავალში დადგეს. იმისათვის რომ კონკრეტულ მაგალითებზე ვისაუბროთ, სხვადასხვა პრაქტიკა შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, მასაჩუსეტსის შტატში ამერიკელი მოსამართლე მშობელს უგრძალავს, რომ საკუთარი შვილი გამოიყვანოს LGBT გაკვეთილებიდან. არის თუ არა ეროვნული ღირებულება რაინდობა? არის თუ არა ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ პროპაგანდა, როდესაც მზია ამაღლობას ეძახით დამნაშავედ და პოლიციელი კაცი თავს ფიზიკურად დაჩაგრულად მიიჩნევს ქალისაგან და ქალის დასჯას ითხოვს რამდენიმე წლით. არის თუ არა ეს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის წინააღმდეგ ხელისუფლების პროპაგანდა. დავაცადოთ ერთმანეთს ბატონო არჩი. და თუ ეს გმირობაა, მაშინ ძალიან გთხოვთ, თქვენ გამცეთ პასუხი, რატომ არ არის მაგალითად გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს ურტყავს სახეში? და რატომ იღებს დაახლოებით ზუსტად იმავე შინაარსის და იმავე დოზის პასუხისმგებლობის ზომას, რასაც მაგალითად ეს კონკრეტული არის თუ არა ეროვნული ღირებულება დედის და დედობის მიმართ პატივისცემა და ახლა ამიხსენით 4 შვილის დედას, როდესაც შვილთან ურთიერთობას ართმევთ. არც მოусმინოთ და და შემდეგ უშვებთ წელიწად ნახევარი ციხეში არა რაიმე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დანაშაულის, არამედ მარკერით ბანერზე დასვრის გამო. პირდაპირ ეთერში კონკრეტული ქალბატონი საერთოდ არ ფიქრობდა საკუთარ 4 შვილზე, როდესაც დემონსტრაციულად აზიანებდა სხვის საკუთრებას, ამას წარმოადგენდა როგორც პოლიტიკურ აქტს და შემდეგ თუ ეს ყველაფერი არ იქნებოდა პასუხგაცემული, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ვიღებთ მოცემულობას, რომ დანაშაული შეიძლება ჩაიდინო საჯაროდ პირდაპირ ეთერში და პასუხი არ მოგეთხოვოს. ჩემი აზრით ეს კანონი ზოგიერთ მის პუნქტებში ხო არ ვამბობ რომ რაღაცა ზოგიერთ მის პუნქტში არის ზედმეტი ხდება, არის გარკვეული უფლებების ჩემი აზრით, ეხა ის იურისტი არა ვარ, შეზღუდვა, მართალი ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, უბრალოდ ადამიანი არის ინტერსექსი, უნდა გაარკვიოს, მას არ ეხება ეს უნდა არ ეხება, მაშინ უნდა ჩაწეროთ სამედიცინო მომსახურება, ნებისმიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხზე, მას არ ეხება. ვიღაცა არის საერთოდ არ არის ამ კანონის ბენეფიცი. ლესბოსელი ვიღაცა არის, გეი ვიღაცა არის, მაგრამ არ არის არც ერთი კუთხიდან. ხო, გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომ ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ყველა ადამიანს და ეს დრაკვინი ეს არის დრაკვინი თუ უნდა სხვაგან საბავშვო ბაღში არა, უნდა კონდეს უფლება რომ გამოვიდეს.
მაგალითად ბატონ ლევან სადაც მას უნდა თეატრში მაგალითად გამოვიდეს დრაკვინი და მოაწყოს რაღაცა. იმიტომ რომ მე როგორც ქრისტიანი მე ადამიანის თავისუფლებას და გამოხატვის უფლებას ვცემ პატივს. მე აბსოლუტურია ბატონ ლევან? რას ნიშნავს? ანუ აბსოლუტურია მისი შეზღუდვა არანაირად არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებისა? პატარა რეპლიკა. მარტო ჩვენ შეგვიძლია და ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ქრისტიანული ეროვნული ღირებულებების თემა სექსუალურ ორიენტაციამდე დაიყვანა. როგორ გეკადრა? ხო დავედით აქამდე. რითი დავიწყეთ, სადამდე მივედით. ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების თემის სექსუალურ ორიენტაციამდე დავიყვანეთ. ეს ძალიან ცუდია არჩი. ძალიან ცუდი. ჩვენ ვართ ქართული ოცნება ვართ, რომელიც პირველ რიგში ვიცავთ ადამიანის უფლებებს. დიახ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი უმთავრესი ავტორი არა საქართველოს კონსტიტუციისა. სადაც პირდაპირ არის განსაზღვრული და ჩანაწერი გაკეთებული, სადაც გაფართოვდა ის წრე თუ რა კუთხით დისკრიმინაცია არ შეიძლება და უბრალოდ ერთი წერტილი დასრულებული ჩანაწერი არ არის. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომლის მიხედვითაც მაგალითად ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ბატონმა არჩილმა საერთოდ ნახევარი სისხლის სამართლის კოდექსი უბრალოდ გაუხმა. დანაშაული თუ არ ხდება, ესე იგი საერთოდ სისხლის სამართლის კოდექსში რატომ უნდა ჩავწეროთ? მაგალითად რა უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში? მე ვისწრები რომ ძალიან მოკლედ თქვა. სადაც სახელმწიფო ზედოზირებულია, იქ დემოკრატია არ არის. წერტილი. ჩვენმა საზოგადოებამ მოკლედ და ვასრულებთ. თუ შეიძლება ბატონო არჩილ, უბრალოდ დამინდა თქვა. ესეთი. რაც შეეხება, სულ 4 რაღაცას გწალავს ესე რომ დავაჯან. ეს არის LGBT საკითხების სწავლებას, მათ შორის ბაღებში და სკოლებში. ეს არის ერთსქესიანთა ქორწინებას. ეს არის სქესის შეცვლის ოპერაციას და ასაკვირველია განსაკუთრებით არასრულწლოვნებში და ეს არის პროპაგანდა. განსაკუთრებით ძალავს ბოდიში დაზუსტება. ხო, და დამამძიმებელი შეიძლება იყოს თუ არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდეს არაკეთილსინდისიერი ექიმი სქესის შეცვლის ოპერაცია. ბევრი რაღაც საინტერესო არის, რომელსაც ჩვენ ჩაუყრით საფუძველს და მე ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნები ამავდროულად იზიარებენ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იგივე ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით და ბოლოს რაც მინდა ვთქვა, ამ ინიციატივის მთავარი შედეგი არის ჩვენთვის მომავლისკენ გათვლილი იმ რისკების შეფასებით, დასაკვირველია, რაც დღეს ესე ნიშანდობლია. დიდი მადლობა ჩვენ